მოგესალმებით, ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ ხდომას. კვორუმი არის, დღის წესრიგი ცნობილია, შენიშვნები, დამატებები ყველაფერი გექნებათ კომიტეტის წევრებს დღის წესრიგთან დაკავშირებით. გთხოვთ დავამტკიცოთ ხელისაწვევით, დიდი მადლობა. დღის წესრიგში გვაქვს 3 საკითხი, გადავდივართ პირველი საკითხის განხილვაზე. პირველი საკითხი არის საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა. მოხსენებელი გვყავს სიპის საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის ბატონი გიორგი ჭიჭირაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით. წარმატებას გისურვებთ, გისმენთ. მადლობა. წარმოგიდგენთ 2024 წლის 6 თვის ანგარიშს. სანამ გადავალ თვითონ ანგარიშზე, მინდა გაცნობოთ, რომ საინვესტიციო სამსახურში გარკვეული ცვლილებები გვაქვს. ქალბატონი ანა ნაჭყებია დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილედ და ასევე ასრულებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შესრულებას. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, კანონში განხორციელებული ცვლილებით 2025 წლის 1 მაისიდან იქნება ახალი საბჭო, მმართველობითი საბჭო და რომლის პრეროგატივა იქნება, რომ გამოაცხადოს ღია კონკურსი მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურაზე. მეც აქ ჩაგერთვები და მოგილოცავთ, რაც პირადად მონაწილეობდი გასაუბრებაში, ასევე ახალი საბჭოს შერჩევისას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესოს წარიმართა ეს კონკურსი. 22 თუ 24 ქართველი მონაწილეობდა და 18 უცხოელი და შერჩეული იქნა ის 8 ადამიანი, რომელიც მაისიდან შეუდგება თავის მოვალეობას. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი კონკურსი იყო და მინდა თითოეულ მათგანს და თქვენს წარმატება გისურვოთ. შედეგად შეირჩა 5 ქართველი და 3 უცხოელი. გახსოვთ ალბათ, რომ შარშა შეხვედრაც ჰქონდა ბორდის წარმომადგენლებთან და იმედია წარმატებით გააგრძელებს საპენსიო სააგენტო მუშაობას. მადლობა. რაც შეეხება თვითონ ანგარიშს. 2024 წლის პირველ კვარტალში უპირველესად დავიწყებ საინვესტიციო საქმიანობის მიმოხილვით. 2024 წლის პირველ კვარტალში საინვესტიციო პორტფელების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის მოსაწევლებად შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომლის დასრულებას 2025 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. ასევე საანგარიშო პერიოდში 2025 წლის თებერვალს ხელმო მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულებას. ამასთან აღსანიშნავია, რომ როგორც შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას, ისე მის შემდეგაც უწყვეტად და შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპენსიო სააგენტოსათვის სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების გაწევა, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით. 2023 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილებებით, კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2023 წლის 3 იანვარს ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება, 2023 წლის აგვისტოდან დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად 2024 წლის 4 იანვარს კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. 99.1%. ეს არის დაბალრისკიანი პორტფელი. საინვესტიციო სამსახურმა 2023 წლის დასასრულისათვის დააგროვა მნიშვნელოვანი მოცულობის ფულადი სახსრების რეზერვები, რაც აქტივების გადანაწილების შემდეგ საჭირო საინვესტიციო გადაწყვეტილებისათვის იქნებოდა საჭირო. შესაბამისად, 2024 წლის დასაწყისისათვის ჯამურ აქტივებში ფულადი სახსრებების წილმა 15.4% მიაღწია, თუმცა ცვლილებების აღსრულების შემდეგ 2024 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტირება საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და შედეგად დეპოზიტების წილი ჯამურ აქტივებში 45.1%-დან 59%-მდე გაიზარდა. 2024 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა შესაძლებლობის ფარგლებში განაგრძო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობა და მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ბაზარზე განთავსებულ რამდენიმე კორპორაციულ ობლიგაციაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ემიტენტების დეტალური ანალიზი უძღვის წინ.
მიუხედავად ამისა, ჯამურ აქტივებში ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების წილი კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს არის ნომინალურ გამოხატულებაში 55 მილიონი ლარი, ან აქტივების 1%. 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის ჯამურ აქტივებში უცხოური აქციების წილმა 18.5% შეადგინა. ამ პერიოდში საინვესტიციო სამსახური ადგილობრივი სავალუტო და უცხოური კაპიტალის ბაზრების აქტიურ მონიტორინგს ახორციელებდა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სანგარიშო პერიოდის ბოლოს საპენსიო აქტივების ჯამურმა წმინდა ღირებულებამ 5 მილიარდ 321 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 1 მილიარდ 152 მილიონი ლარია. აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა, რაც გულისხმობს ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა, რაც გაწლიურებული მონაცემი შეადგენს 3.6%. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, სანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59% განთავსებული იყო 9 კომერციულ ბანკში, ქართულ ბანკში, სადებოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხებათ ცვლადი სარგებელი. უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 18.5%, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 15% შეადგენს. აქტივების 0.5% ევროობლიგაციებშია განთავსებული, ხოლო 1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, როგორც აღნიშნა 55 მილიონი ლარის ოდენობის. 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია საქართველოში მნიშვნელოვნად შენელდა, რაც ადგილობრივი და იმპორტული ინფლაციის შემცირებას უკავშირდება. პირველი 6 თვის მონაცემებით ინფლაციამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოწდა და წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის ივნისისთვის 2.2% შეადგინა. ინფლაციასთან დაკავშირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა საპენსიო სააგენტოს ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა 2024 წელს კვლავ გაეგრძელებინა პოლიტიკის შერბილება და მიმდინარე წლის ნახევარში რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით 8%-მდე შეამცირა. შემცირებულმა ინფლაციამ დადებითი გავლენა იქონია საინვესტიციო პორტფელების რეალურ ამონაგებზე და შესაბამისად უფრო მაღალი ამონაგები ფიქსირდება. კანონის შესაბამისად საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანი საინვესტიციო პორტფელებიდან რეალური ამონაგების, რაც გულისხმობს ინფლაციის გათვალისწინებას, მაქსიმალურად გაზრდა. ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ინფლაციისაგან დაცული ფინანსური ინსტრუმენტების არარსებობის პირობებში 2024 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთაც სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბუნე და წარმოადგენს ინფლაციისაგან ირიბი დაზღვევის გზას. ინფლაციისაგან ჰეჯირების დამატების საშუალებას წარმოადგენს უცხოურ, შედარებით სტაბილურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში ინვესტირება, რაც საინვესტიციო სამსახური 2024 წლის პირველ ნახევარში აქტიურად ახორციელებდა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა სამმა პორტფელმა, კონსერვატიულმა, დაბალანსებულმა, დინამიკურმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან 7 აგვისტოდან მოყოლებული სანგარიშო პერიოდის ბოლომდე 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15% შეადგინა. ეს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული განხორციელებული ქმედებები. რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2024 წლის სანგარიშო პერიოდის ბოლოს საპენსიო შენატანების ადმინისტრების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 6124 დამსაქმებელი და
გაწერიანებული იქნა 114,177 დასაქმებული. შედეგად საანგარიშო პერიოდის ბოლოს მივიღეთ გაწერიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1,525,000 ადამიანი, ამავე პერიოდში სქემიდან გახსნის დღიდან, რეფორმის დაწყების დღიდან მხოლოდ 173,000 მონაწილე გავიდა, რაც გულისხმობს ვისაც უფლება ქონდა გასვლის იმის 30%-ს დაახლოებით. პენსია გავეცით 10,000 საანგარიშო პერიოდში საუბრობ, პენსია გავეცით 10,000 მონაწილეზე და 24 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სქემაში დარჩა 1,320,000 მონაწილე. ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა, ანუ კომპანიების რაოდენობა ჯამში 117,000 კომპანიას შეადგენს. დეკლარაციების საფუძველზე საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის საერთო ჯამურმა ოდენობამ კონტრიბუციების შენატანების ოდენობამ შეადგინა 4,191,000,000 ლარი, ხოლო მხოლოდ 6 თვის პერიოდში ეს შეადგენდა 594 მილიონ ლარს 2024 წელს. სქემიდან გასულთა ჯამური რაოდენობა, რაც თანხა გავეცით, შეადგენს 116 მილიონ ლარს, ხოლო ეს თანხა შეადგენს 224 წლის 6 თვის განმავლობაში 20 მილიონ ლარს. ჯამურად 4019 პირზე საანგარიშო პერიოდში გავეცით 17 მილიონი ლარი, ეს იყო მხოლოდ 2024 წელს, ხოლო 2019-24 წლებში 11,111 პირზე გაცემულმა თანხმამ შეადგინა 38 მილიონი ლარი. დღეს მონაცემებით ეს უკვე 60 მილიონი ლარია გახსნის დღიდან დღემდე გაცემული პენსიების ოდენობა. პენსიებში გულისხმება ასევე ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებზე გაცემული თანხები და ასევე მემკვიდრეებისთვის გადაცემული თანხები. და ბოლოს 2024 წლის წელს სააგენტომ წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის მორიგი საკონტროლო შემოწმება და ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი საჯარო ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მერე, რომელსაც აქვს ეს სერტიფიკატი აღებული, რომელიც გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს იყო მოკლე ინფორმაცია, რაც შეგვეძლო წარმოგედგინათ კითხვებისთვის მზად ვარ მე და ჩემი კოლეგაც. დიდი მადლობა. საინტერესო იყო ნამდვილად ამ ციფრების მოსმენა. კომიტეტის წევრებს აქვს შეკითხვები. გისმენთ ხებოტონო. მოგესალმებით. მართლა საინტერესო ციფრები იყო და ბევრმა ჩემმა კოლეგამ მოისმინა სხვა კომიტეტებზეც თქვენი ანგარიში. ნახეთ რა მინდა გთხოვოთ 1,320,000 ადამიანი მონაწილეობს ამ დაზღვევაში. ამ ადამიანებიდან ისევე როგორც მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან ცოტა პროფესიულად ის ადამიანები, ვინც თქვენი მიერ დღევანდელ წარმოდგენილი ანგარიშის ტერმინებს, ციფრებს გაიგებს ისე, როგორც რეალურად არის და რა კარგი დივიდენდების მომტანია თქვენს მიერ გაწეული სამუშაო. ამიტომ თქვენთან მაქვს თხოვნა ადამიანურ ენაზე, რადგან ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი, ადამიანურ ენაზე ისე რომ ყველა თქვენმა მონაწილე ადამიანმა გარდა იმისა, ვინც კიდევ ფიქრობს მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამ დაგროვებით პენსიაში, გაიგოს ყოველგვარი პროფესიული ტერმინების გარეშე, რა მდგომარეობაშია ეს ადამიანები, რას უნდა ელოდებოდნენ, რამდენად უსაფრთხოა მათ მიერ შეტანილი თანხები და რა მომავალი შეიძლება კონდეს ამ თანხებს. ოღონდ ისე რომ გაიგოს ყველა. მადლობა დიდი. ჩვენ მადლობა შეკითხვისთვის და მოწოდებისთვის.
ყველაზე დიდი ერთ-ერთი გამოწვევას დავარქმევდი სააგენტოს წინაშე არის ინფორმირებულობა, მაგრამ ინფორმირებულობას აქვს თავისი ფინანსური განათლების კუთხით, რომ ვთქვათ, მიწოდების თავისი ფორმა და როგორ მიაწვდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს სფერო არის ძალიან რთული მისაწოდებად, მაგრამ მაქსიმალურად ყოველთვის ვცდილობთ, რომ საზოგადოებას შეხვედრები იქნება 1,300,000 ადამიანს სულად ვერ შევხვდებით, მაგრამ სააგენტოს 5 წელიწადში მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანსთან მქონია შეხვედრა კომპანიებთან, დასაქმებულებთან, ძალიან ბევრი ჩავატარეთ ონლაინ შეხვედრები და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ რჩება გამოწვევა, რომ ადამიანამდე მივიტანოთ ის სარგებელი, რაც ამ რეფორმას აქვს. და მაქსიმალურად ვცდილობთ და ჩვენ მუშაობთ სტრატეგიაზეც საკომუნიკაციოს, რომ გასაგებ მარტივ ენაზე აუხსნათ ადამიანებს ამ რეფორმის სარგებელი. კითხვები კიდევ გისმენთ? მოგესალმებით, მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია და რაც თავარია იმედის მომცემი, ინფორმირებულობა გაზრდილია და ამას ხვდებით საზოგადოებაში. თქვენ ახსენეთ უკვე საპენსიო ასაკს მიღწეული, ეს იყო შეზღუდული სტატუსით თუ ასე თქვა ასაკით, კონკრეტული ციფრები, რაც თქვა გაიტანა მოქალაქეებმა. მე უფრო მაინტერესებს ეს ასე ვთქვათ, ერთიანი მოცულობით იქნა გატანილი, იმიტომ რომ რატომღაც ჩვეულებრივ ურთიერთობაში ფიქრობენ, რომ მივახცევ საპენსიო ასაკს და ერთიანად გავიტან. თუ არის თქვენგანი ის რეკომენდაცია, როცა მოდიან, რომ ვთქვათ, არა ერთიანად გაიტანოს, არამედ ვთქვათ, გადანაწილებული იმ დროზე, როგორც არის კანონმდებლობით. მადლობა. ჩვენ კანონში დიახ, გეტყვით. ჩვენ კანონის შესაბამისად მონიჭებული ქონდა გაცემის რამოდენიმე სქემა, ეს არის ერთი პროგრამული გატანა და არის ჯამური გატანა. კანონი თვალისწინებდა, რომ ის ადამიანი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაერთო სისტემაში და საპენსიო ასაკს გამოკლებული 5 წლით ადრე ჩაერთო, ამ ადამიანს რაც არ უნდა დაეზოგა, უნდა შეეძლო გაეტანა ერთიანი გატანით. იმიტომ რომ დიდი პერიოდი არ ქონდა. ასევე საპენსიო სააგენტოს აქვს დაადგინოს მინიმალური დანაზოგის ჯამური ოდენობა, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ სტატისტიკაზე, რომ გაიტანოს ჯამურად. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში უკვე ის თანხები, რაც დანაზოგის ოდენობა, მინიმალურ ოდენობას აღარ აკმაყოფილებს, არიან ყავს უკვე რამოდენიმე მონაწილე, რომელმაც უკვე გაიტანა პროგრამული გატანით. არიან უმეტესობა, ძირითადად 90% არის, ვინც ერთიანი გატანით აქვს გატანილი, იმიტომ რომ ან არ აკმაყოფილებდა ეს მინიმალურ თანხას, ან კანონით უფლება ქონდა, რომ გაეტანათ ეს ჯამური თანხა. ასევე ჩვენ განცხადების დროს ყოველთვის მონაწილეს უფლებას უტევთ, რომ რაც არ უნდა იყოს, ის გადაწყვეტილება თავის თავზე მიიღოს, რომ პროგრამულად გაიტანოს თუ ჯამურად. მოგეხსენებათ, რომ დანაზოგის ოდენობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილე ერთიანი გატანით მოახდინოს თუ პროგრამული გატანით. ყავს რამოდენიმე უკვე ამ ბოლო 6 თვის მანძილზე პროგრამული გატანებიც, რომელსაც ყოველთვიურად ურიცხავთ და არიან უფრო მეტად ის ადამიანები, რომელმაც დიდი თანხებიც გაიტანეს და ასევე თავის დანაზოგები 5 წლის მანძილზე საშუალოდ საკმაოდ ხელშესახები ოდენობის თანხა დაუგროვდა თითოეულ მონაწილეს. მადლობა, ბატონ ვლადიმერ. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიგილოცავ დანიშნოს და არჩევას ეს ძალიან ბევრი მანიშნებელია, რომ დიდ კონკურსში როცა მიიღებს ადამიანი მონაწილეობას და თავისი დამსახურების განათლებისა და ჩამორჩეულობის შედეგად მიაღწევს ამ კარიერულ წინსვლას, ეს ყოველთვის მისასალმებელია. წარმატებულ ღვაწლს გისურვებთ. ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო ყველა იმ ყურისათვის, რომელიც ამ დიდ პროექტშია ჩართული და ნდობის მოპოვების გზა გრძელდება. ანუ ნდობა ამ კუთხით ჯერ შელახული არ არის, თუმცა მიდის ბევრი რამე, ჩვენ არა მეგობარი, არა კეთილის მოსურნეები, მაინც უნდათ რომ აურიონ ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი წავა სწორად. ეხლა მინდა პატარა განმარტებები. ჩვენ სამი პაკეტი გვაქვს კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიური. ეს ძალიან საინტერესოა. ეს ხო ამის შესახებ თითოეულმა ბენეფიციარმა იცის, სად განათავსოს და სად მიიღოს, სად აიღოს თავის თავზე რისკები, სად ეენდოს.
ეხლა ნდობის ფაქტორი ჯერჯერობით კონსერვატორული როგორც გავიგე 99 და 1/10%-ია ეს თითქმის აბსოლუტური უმრავლესობანი მისცეს. მაშინ როდესაც პროცენტული უზრუნველყოფა იმ არის 9.8 და წარმოიდგინეთ დაბალანსებული 13-ის ფარგლებშია პროცენტი და ის 15%-ში. აი 15 და 10 შორის 5%-იანი სხვაობა ნდობის ფაქტორი რატო არ არის, როგორ ფიქრობთ, რა არის ამისი პირველ წყარო, რომ რატო პაკეტი არ ინაცვლებს აი ამ საკმაოდ მაღალი პროცენტისკენ. და მეორე თემა საინვესტიციო პლატფორმები ძირითადად განთავსებულია ბანკებში. ჩვენ მახსოვს თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის საკმაოდ კარგი პოტენციალი საკუთარი რესურსით მონაწილეობა მიიღოთ უშუალო წარმოებაში. ჩანერგით. ეს რისკებს შეიცავს მართალია, მაგრამ იგივე ენერგეტიკაში, იგივე აი რაღაც ძალიან დიდ პროექტებში. და აი როგორც თქვენ, რომლებიც ამას ამ ფულის განკარგვის ოსტატები, მეცნიერები, პროფესიონალები გამოცდილებაზე რას ფიქრობთ, შეიძლება თუ არა საქართველოში მაგალითად აი ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი როგორც ენერგეტიკა, რომ ჩვენივე ეს დიდი თანხების ჩვენივე საქმეში ჩაიდოს, მართალია მას თავის მოწინააღმდეგეები ყავს, მე მათ უწევ ანგარიშს, მაგრამ მეცნიერულად დასაბუთებულად რომ ამ თანხით მიგებული შემოსავალი შემდეგ გაიზრდება და ეს პროცენტები მეტი იქნება გაცილებით და უსაფრთხო იქნება. თან ქვეყანას უსაფრთხო იქნება ენერგეტიკული კუთხით და მეორე, აი ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი პროექტი, ვეებერთელა საუკუნის პროექტი 1000 წლეულის დავარქვათ, ანაკლიის სპორტი, სადაც ჩინელები მონაწილეობენ დიდი პროცენტით, 59%, ჩვენ გვაქვს 51% და ჩვენ ხარ მოვიაზროთ ჩვენი თავი აი ამ პროექტში, სადაც მომავალზე გათვლით შეიძლება ამ ფულის დაბანდება. ევრობონდებში რომ ბონდები ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ აი ეს საკუთარ წარმოებაში ჩადებულებული. რამე ხო არის წინააღმდეგება ამას. მადლობთ. გისმენთ? პირველ რიგში მადლობა მოლოცვისთვის. პირველ კითხვას გავცემ პასუხს. როგორც იცით, ჩვენ მართავთ სამ პორტფელს: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური. თუმცა კანონმდებლობის გათვალისწინებით ავტომატური პორტფელი, რომელშიც ადამიანი როგორც კი გაწევრიანდება, ავტომატურად კონსერვატიულ პორტფელში ხვდება. იმისათვის, რომ შეიცვალო პორტფელი, უნდა მიხვიდიან იუსტიციის სახლში ან ჩვენთან საპენსიო ფონდში, რის დინამიკასაც ვხედავთ, საკმაოდ დადებითი ტენდენცია არის 2024 წელს დაახლოებით 6.5 მილიონი ლარის აქტივების გადატანა მოხდა კონსერვატიულიდან დინამიკურში. თუმცა ამაზე ინფორმაცია, როგორც გაგიმაღნიშნა, არ არის კარგად ინფორმირებული მოსახლეობა ამ დადებით მხარეებზე, ამ პორტფელებს შორის. მთავარი სხვაობა ამ სამ პორტფელში არის აქტივების განაწილება. კონსერვატიული პორტფელი არის ძირითადად საქართველოში, 80% არის ინვესტირებული ქართულ ფასიან ქაღალდებში. ეს არის როგორც საბანკო პროდუქტები, ისე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ხოლო გლობალური აქციების წილი, რომელიც მოიცავს როგორც ამერიკული, ისე ევროპული კომპანიების აქციებს, ამის წილი არის დაახლოებით 20%. რაც შეეხება დინამიკურ პორტფელს, აქ სრულიად განსხვავებულია. დინამიკური ეს ჩვენ ვეძახით, კანონი ეძახდა მაღალრისკიან პორტფელს, აქ დაახლოებით 55% აქტივების არის განთავსებული სწორედ ამ გლობალურ აქციებში, ხოლო დანარჩენი ნაწილი საქართველოში. ბოლო 2 წელი, რასაც ვუყურებთ, ეს გლობალური აქციები ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. ანუ როგორც ამერიკაში, ევროპაში, განვითარებულ აზიებში აქციების ფასები იზრდება. შესაბამისად, დინამიკურმა პორტფელმა, ანუ რაც გაეშვა 7 აგვისტოს 2023 წლის, უსწრებს და სჯობნის კონსერვატიულ პორტფელს. და ანუ ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა დინამიკური პორტფელი შედარებით მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ამ ფასების ცვალებადობა საკმაოდ მაღალია. ანუ მერყეობა ამ ფასების შეიძლება მაღალი იყოს, მაშინ როცა კონსერვატიულ პორტფელში, როდესაც სტაბილურად არის განთავსებული. შესაბამისად, ეს ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღონ, ზოგადად ამ სფეროში, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ და რაც უფრო დიდი საინვესტიციო პერიოდი გაქვს, ანუ 30 წელი თუ გაქვს, რომ ვერ გაიტან ამ ფულს, მაგ შემთხვევაში ჯობია, რომ აი ამ აქციების ბაზართან გქონდეს, რა თქმა უნდა, წვდომა და ისარგებლო ამ აქციების ბაზრით. მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია უკეთესად მივიტანოთ და კიდევ ვეცდებით, რომ გავაუმჯობესოთ.
დინამიური პაკეტისათვის რისკებს წარმოადგენს არეულობა, ომი და უბედურება. რაც მეტი არის მშვიდობა, რაც მეტია სტაბილურობა, დინამიური პორტფელის უზრუნველყოფა უფრო მეტია. ამიტომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგია, ეხანდელი არჩეული სტრატეგია ამერიკის პრეზიდენტის, რომ ქვეყანაში, მსოფლიოში გადაიხაროს სასწორი მშვიდობისაკენ და ეს ამიტომ ეს უნდა განმარტებით ნაწილში მოსახლისათვის იმ როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, ასაგობრივი ცენზით ვის რამდენი აქვს, რაც უნდა იყოს, აი ქალბატონი ჩვენ ვინა ვართ, ეხლა ჩვენ ექიმები ვართ ძირითადად და ადამიანს როცა ელაპარაკები თავის ენაზე, ძალიან ადვილი არის დაარწმუნო ამ მკურნალობის სტრატეგიაში ჩართო. როცა ლაპარაკობს სუფთა პროფესიულ შეადგინა პოპულარულ ენაზე საუბარი ყველაზე კარგია პაციენტთან, ბენეფიციარებთან საერთოდ. ამიტომ თქვენი ურთულესი დარგია, ურთულესი და საინფორმაციო ველი პირდაპირ და უკავშირი იმ დიდ 1.300.000 ხო სამხელა აუდიტორია, დიდი აუდიტორია, რომელსაც აქვს სურვილი სტომას თვითონ ჩაერთონ ინფორმირებულად ამ საქმეში და ეს ჩვენი საერთო სურვილი იქნება ყველასი და ძალიან მომგებიანი იქნება, რომ იმ პოპულისტურ არა, ცუდია პოპულისტური ენა. პოპულარულ ენაზე, ყურისათის აღქმად ენაზე, იმიტომ ციფრი არის მშრალი და ციფრის გასოცხლება შეიძლება სისხლი რომ მიადინო, უცბად მიხვდება, რომ აი მაგალითად ამ პროექტში ამის დაბანდებას ეს უპირატესობა აქვს, ამას აი ეს განმარტებითი საინფორმაციო სამსახურიც რომ ადვილად ჩაერთოს და იყოს აქტიური, იქნება კარგი. თქვენი აქტიურობა ყველა ყური მზად არის მოგისმინონ. ყველა ყური თქვენ გელოდებათ. იმიტომ ჩვენ ახალ საქმეს ვეციეთ, ძალიან კარგ პერსპექტივას ვისახავთ ამას და საჭიროა ინფორმირების გაზრდა. ეს ისე, იმიტომ თქვენ ახლა დაიწყეთ ეს ყველაფერი გამოგადგებათ, ეს რჩება. მადლობა. ქალბატონო რიმა, თქვენ გნებავთ. მოგესალმებით. მე მხოლოდ მინდოდა ის ბატონოზაზა მეთქვა, რომ ეს საკითხი მოსმენილი იყო საფინანსო საბუჯეტო კომიტეტის ხდომაზე. ძალიან პუნქტუალურად გავიარეთ აბსოლუტურად ყველა კითხვა და შეკითხვა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის ეს თემა. მეც ვეთანხმები ჩემი კოლეგების განწყობას და ძალიან ბევრმა მოქალაქემ არიცის ამ საპენსიო ფონდის დაგროვების შესახებ და ვიღაცას გონია რაღაცა და ამიტომ მართლაც საჭიროა მეტი ინფორმირებულობა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ შევჯერდით ამ საკითხებთან დაკავშირებით. გუნდი არის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან კარგი და მიზნობრივად და სწორად და კვალიფიციურად მიყვებიან ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს როგორც ადამიანებისათვის ისე ჩვენი სახელმწიფოსათვის. მე წარმატებები მინდა გისურვოთ მომავალ მუშაობაში და მაქსიმალურად თითეული ჩვენთაგანი ჩვენი კოლეგა კომიტეტები რომლებიცაც ანაც ხართ შემხებლობაში ყველანაირად ვიქნებით თქვენ გვერდზე რადგან ეს ახალი წამოწყება ახალი საქმე ზოგადად დიდი მხარდაჭერა იქნება რა თქმა უნდა ჩვენგან იმისათვის რომ ადამიანებს კონდეს ამ კუთხით უფრო მეტი შემოსავალი და უფრო მეტი წინსვლა იმისათვის რომ ამ დაზოგილმა პენსიამ მომავალში მათი ეკონომიური მდგომარეობა უფრო გაუმჯობესონ წარმატებები მინდა გისურვოთ მომავალ საქმიანობაში კი, მაგასაც გიპასუხებთ. რაც შეეხება ინვესტირებას პირდაპირ პროექტებში, კანონში შევიდა ცვლილებები 2024 წლის ივლისში, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონსერვატიულ პორტფელსაც შეუძლია პირდაპირ ინვესტირება განახორციელოს მსგავს პროექტებში. თუმცა კანონივე ითვალისწინებს, რომ ეს ამ პროექტებში უნდა იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, AFI-ები ჩვენთან ერთად. ჩვენ შეზღუდული ვართ 20%-ით ტრანზაქციის 20% არის მაქსიმუმი და ჩვენთან ერთად უნდა იყოს AFI წარმოადგენელი ამ ტრანზაქციაში. რა თქმა უნდა, ასე წინასწარ ვერ ვიტყვით, უნდა გავაანალიზოთ, რამდენად მომგებიანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა, გრძელვადიან ამონაგებს თუ მოუტანს და ამ ანალიზის საფუძველზე შემდეგ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა. გრძელვადიანობის კუთხით დედამიწა აი რაც დაჩარდება ტემპი და რაც პროგრესი მეტი იქნება, ყოველთვის იქნება მოთხოვნილება ენერგეტიკაზე. ეს არის ისეთი საკითხი ენერგეტიკის მუდმივობისა და ცვალებადობის კანონიდან გამომდინარე და იმ აქტიურობიდან. ამიტომ ქართული ფულის უსაფრთხო დაბანდება მისი ენერგიის რესურსი გვაქვს ამოუწურავი ქართველებს ენერგიის ყველა კუთხით გვაქვს. ამიტომ ჩვენი ეს აქტიურად ჩართვა ამ საპროექტში კარგი იქნება ჯერ ჩვენთვის დამსაქმებლის როლის ფუნქციის გაზრდა, მერე მშვიდობის პირობებში გარანტიები და მერე კიდე ამ ენერგიის არასაკუთარი მოხმარება და უსაფრთხო და გარანტირებული, ამერე გაყიდვა ამ ენერგიის სულ მოთხოვნადი იქნება და ქართული წყალი.
აი ეს მინდა თქვა დედამიწაზე დღეს მართალია ჩვენ ამ ბაზარს გვიბლოკავს კარგი გაგებით არ მინდა ვთქვა მინდა ცუდი გაგებით ვთქვა გვიბლოკავს საფრანგეთი იტალია იმიტომ ისინი არიან მონოპოლისტები თორე დედამიწაზე წყლის მოთხოვნილება სასმელი წყლის მოთხოვნილება და ისეთი ხარისხის წყალი როგორც ქართველებს აქვს დედამიწაზე არავის არ აქვს ნამდვილად და პოტენციალური რესურსის ძალიან ბევრია ამიტომ ამ მიმართულებით მომავალში თქვენ ახლა ჩვენ წავალთ ჩვენი თაობა თქვენ ახალგაზრდები ხართ იცოდეთ რომ აქ ამოუწურავი რესურსია და ისეთი საფუძვლიანი შეიძლება ამის დაბანდება და ამ ფულით დიდი გარანტიების მოტანა შემდგომ აი პენსიო ამონაგების სახით. დიდი მადლობა. მადლობა, გისმენთ ხალხო. ბოდიშს ვიხდი, წაგან მინდა ამ კითხვის დასმა და ვეღარ მოვახერხე. 1.528.000 ადამიანიდან 24 წლის 30 ივნისის მონაცემებით გავიდა პროგრამიდან 173,000 მონაწილე. აი ამის ანალიზი თუ გაქვთ რა პერიოდს ემთხვევა უფრო მეტი ბენეფიციარების გასვლა პროგრამიდან და რა არის მიზეზი? კი ბატონო, როგორც მოგეხსენებათ, კანონში იყო გაწერილი ესეთი დათქმა, რომ ვინც 40 წლის ასაკში იყო უკვე 2018 წლის 6 აგვისტოს რეფორმა კანონი როდესაც მივიღეთ მაქედან მანამდე არსებული პირები 40 წლამდე რჩებოდნენ სავალდებულო წესით. 40 წლის ზევით ვინც იყო 55 წლამდე და ქალბატონი და 60 წლამდე მამაკაცი, ეს ადამიანებს ჰქონდათ სამი თვე მოფიქრების და დაფიქრების პერიოდი, როდესაც დააკვირდებოდნენ რეფორმას, როგორ მიმდინარეობდა და შემდეგ ეხსნებოდათ ორთვიანი ფანჯარა გასვლის. ეს 90% არის ამ კატეგორიის პირები, ვინც გავიდა იმ პერიოდში. 19 წლის ზაფხულის პერიოდს. მაგრამ თუ ახლა ადამიანმა ხვალ დაიწყო, არ უმუშავია იმ პერიოდში და დაიწყო და არის 45 წლის, პირველად დაიწყო და პირველად ჩაერთო ჩვენ სისტემაში, მასაც გაიხსნება ფანჯარა, მაგრამ იმ პერიოდში 173,000 ადამიანი არის, რომიც გავიდა, რაც წარმოადგენს სულ 30%-ს. იმ პერიოდში უფრო მასიურად ჩაირთო რეფორმა, 2019 წელს იანვარს დაიწყო, შესაბამისად, მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდი უფრო არის ეს პერიოდი და ეხა გასვლების შემოbrunებები გვაქვს, გარკვეულწილად დიდი ოდენობა არ არის, მაგრამ სადღაც 3,000 ადამიანამდე უკან დაბრუნდა სქემაში და გაწევრიანდნენ თავიდან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მეც რაღაც შეკითხვები მაქვს და შევაჯამებ კიდევაც ის რომ ეს საპენსიო ფონდი პრაქტიკულად 5 წლის ანგარიშისმენთ არა 6 თვით, არამედ ამ 5 წლიდან იყო პრაქტიკულად 2 წელი COVID პანდემიის პერიოდი, იყო უმძიმესი 2023 წლის აგვისტო და თქვენ სახსენეთ არაერთხელ ეს თარიღი, როდესაც ჩვენი ქვეყნის და აი ამ 1,320,000 ადამიანის არაკეთილმოსურნო ნამდვილად ცუდი საქმე გაგვიწია აი ამ უნიკალური დაგროვებითი საპენსიო ფონდის გამართულად მუშაობაში. მინდა მადლობა გითხრათ პირველ რიგში საინტერესო მოხსენებისთვის, ის რომ დღეს 5 მილიარდ მეტი თანხაა და აქედან პრაქტიკულად 25%, 20-25% ეს ფონდის მოპოვებული თანხები, ეს უკვე მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ის რომ არის შემოbrunებები საპენსიო ფონდში, ის ვინც გავიდა იმ 117,000-დან, ბოდიში 170,000 ადამიანიდან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და უმთავრესი ფაქტორი ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველი მესამე არის თქვენს ფონდში. პრაქტიკულად ყოველი მესამე და 117,000 დამსაქმებელი მონაწილეობს ამ ფონდში, რომელიც ყოველთვიურად თავის დასაქმებულების 2%-ს რიცხავენ თქვენს ფონდში. ამასთან დაკავშირებით მაინც მაქვს რამოდენიმე შეკითხვა. პირველი, ქალბატონმა ირმა დასვა, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ რა არის მიზეზი გასვლის. თქვენ ბრძანეთ ასეთი რამე, რომ საკმაოდ კარგი თანხა გამოუვიდათო პროგრამული გატანით, როდესაც აი 5 წლის შემდეგ ვინც გავიდა საკმაოდ კარგი თანხა გამოვიდა. თუ მინდა რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დღეს გაიგონონ რომ დაუშვათ ვინც ეს მუშაობს, რომ გადის, რა თანხას იღებს დაახლოებით? იღებს თუ არა იმ სახელმწიფო პენსიას, რომელსაც ყველა მოქალაქე იღებს ჩვენთან ქალბატონების 60 წელს ზემოთ და მამაკაცების 65 წელს, ემატება თუ არა ის პენსია, რომელიც მათ დაგროვებითი პენსიით დააგროვეს. ასევე შეკითხვა მაქვს, თქვენ ბრძანეთ რომ 80%-ია თანხების განთავსებული არის ლარში,
20% ვალუტაში. ოღონდ არ გიხსენებიათ, მაინც ძირითადად ორ ძირითად ვალუტაშია თუ სხვადასხვა ვალუტებშია, მაინც ეს მოქალაქეებმა რო იცოდნენ და ფასიანი ქაღალდების 15%-შია დაბანდებული. ხომ არ ფიქრობთ აი ამ ფასიანი ქაღალდების პროცენტის გაზდას? აღარ მახსოვს ზუსტად ეხა როგორ გაქვთ დებულებაში თქვენ რა პროცენტია ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცენტი? იმიტომ რომ მგონი დინამიკურ პორტფელში ზუსტად ამათ ბლოკს საკმარისი დივიდენდები. როგორ ჩანს, იმიტომ არის ასეთი პროცენტი და იმიტომ აქვს ნდობა გამოიჩინა მოსახლეობამ თქვენი ფონდის მიმართ, ამიტომ დინამიკურ პორტფელში გადმოდის და გადმოდის ხალხი. ეს ძალიან კარგია, თუ კი შევადარებთ 2023 წლის აგვისტოს, როდესაც პანიკა მოისვა პრაქტიკულად 1.5 მილიონმა საქართველოს მოქალაქემ თქვენი ფონდის გამო. ამ დროს ეს იყო რეალობა, რომელიც ზუსტად იყო ასახული და დღეს თქვენი ციფრები გვაჩვენებს, რომ როგორ კარგად გამოხვედით ამ სიტუაციიდან. ახალი ბორდია, ახალი თანამშრომლებია და მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ. მადლობა. პირველ კითხვას ვეცდები გავცე პასუხი. მე აღვნიშნე, რომ ჯერჯერობით პროგრამული გატანას ცოტა ოდენობა გვაქვს, მაგრამ დაახლოებით ჩვენი დათვლებით, რაც პირველ წელს უკვე გავატანეთ ადამიანს მონაწილეს პირველი თვის ჩაურიცხეთ, დაახლოებით არის სახელმწიფო პენსიის ოდენობის ზომის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო პენსია რჩება, როგორც ეს უნდა გავმარტოთ, რომ სახელმწიფო პენსია დარჩა და დაემატა ჩვენი თარიღები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ დაემატა დანაზოგი სახით მიღებული ყოველთვიური ჩვენი პენსიაც. ასევე აღვნიშნე, რომ საშუალო გატანილი და ჯამური ოდენობა თანხის არის საკმაო ისეთი ზომის, რომ მერყეობს 5-დან 10.000 ლარის დიაპაზონში. ეს 5 წელიწადში დანაზოგია, როდესაც არ დაგვაუწევს, რომ პროპორციულად 2-2%-ია სახელმწიფოც უმატებს და ამონაგებია. ეს არ არის ძალიან დიდი პროცენტული დანაზოგები, მაგრამ არის ძალიან მაღალი თანხების, რომელსაც იღებენ პირები ერთიანი დანაზოგის სახით, მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ საშუალო ის, ვინც საშუალო ხელფასით ზოგავს, ეს ადამიანების ჯამუროდენობა არის 5-10.000-ის დიაპაზონში. დიდი მადლობა. მე დავამატებ გაგის სიტყვას, აი 5 წელი ზოგადად საინვესტიციო პერიოდი საკმაოდ ცოტაა და რაც უფრო გაიზრდება ეს პერიოდი, ანუ თქვათ 30 წლის დანაგროვი თანხა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს იქნება რა, რაც ეს 5 წელი რაც შეეხება თქვენ კითხვას, ეს ინვესტიციები სრულად, ანუ უცხოურ ვალუტაში იგულისხმება დოლარი. სხვა ვალუტაში ჩვენ ინვესტიციები არ გვაქვს, დოლარშია ეს ინვესტირებული. ხოლო ფასიან ქაღალდებს რაც შეეხება, კონსერვატიულ პორტფელში, როგორც აღნიშნეთ, გვაქვს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, აქ იგულისხმება საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები. თუმცა კონსერვატიულ პორტფელში აქციების წილის ზრდა შეზღუდული არის კანონით. კანონის მიხედვით 20%-ზე მეტი ინვესტირება ვალუტაში არ შეიძლება კონსერვატიული პორტფელისთვის და შესაბამისად ამის ზრდის საშუალება არ გვაქვს. და ამიტომ არის ასე განაწილებული. თუ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ მეტი პროცენტი იყოს ინვესტირებული აქციებში და უცხოურ ვალუტაში, ამისთვის გვაქვს ზუსტად დინამიკური პორტფელი და დაბალანსებულიც ასევე. დიდი მადლობა. მართლაც საინტერესო ციფრები იყო. კიდევ ერთ ვიტყოდი, რომ ქვეყანაში დღეს დაახლოებით 2.000 ლარია საშუალო ხელფასი. თუ კი ამას გადავთვლით 2%, რომელსაც იხდის დამსაქმებელი, ეს არის 40 ლარი, იხდის დასაქმებული 2%, ეს არის მეორე 40 ლარი, ამატებს ამას სახელმწიფო პირობითად ვთქვა დაუშვათ, ეს 100 ლარი აქვს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. ამას დაემატება თქვათ საშუალოდ 10%, ანუ თითოეულ მოქალაქეს თუ აქვს მას სახელმწიფოში დღეს არსებული საშუალო ხელფასი, აქ დაახლოებით 110 ლარი 40-ის ნაცვლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ მის საპენსიო ასაკამდე რაღაც წლები გავა, რა თქმა უნდა, ეს თანხა დაგროვდება და გვიჩვენებს ფაქტი და აი აქ საინტერესოა არაერთხელ თქვა ინფორმირებულობის შესახებ. ალბათ გთხოვთ კომიტეტის სახელით, რომ
ნახოთ ის ადამიანები, ვინც მიიღეს პროგრამულად თანხები, ვინც გაიტანა ეს თანხები, როგორ ძალიან გთხოვთ, რომ მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ვინმეს რაიმე ეჭვი არ ქონდეს, რომ მთავრობას უდევს ეს 5 მილიარდ ნახევარი და ფიქრობს სად და რა გააკეთოს. არა, ეს ფული არის ჩვენი მოქალაქეების, რომელთა აუცილებლად მათ დაუბრუნდებათ მიზნობრივად სხვადასხვა დროს, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. შეკითხვები თუ არა გვაქვს, ძალიან დიდი მადლობა, გვინდა წარმატება გისურვოთ. ეს პროცესები გაგრძელდება და 6 თვეში ისევ გელოდებით უკვე 2024 წლის სრული ანგარიშით. მანამდე მაისში იმედია ახალი შემადგენლობით კიდე ერთხელ შევხვდებით ბურთთან ერთად. წარმატებები. ალბათ საწინააღმდეგო თუ არა გვაქვს, მინდა დადებითად შევაფასოთ საპენსიო ფონდის მუშაობა. დიდი მადლობა. ერთხმად წარმატებებს გისურვებთ. გადავდივართ დღის წესრიგის მეორე საკითხზე. ეს არის საქართველოს მოქალაქე იოსებ დევნოზაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. მომხსენებელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მე ვიქნები, მაგრამ სიტყვას გადავცემ ამ შემთხვევაში ბატონ ირაკლი ციმენტიას, რომელმაც განმარტებები მოგვცეს ამ საკანონმდებლო საინტერესო საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, გაგაცნობთ აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას. მოკლედ წინადადების ავტორი ითხოვს საგანგებო ლეგიონიდან ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოდან, რომელიც დღეს აღარ არსებობს, აი ამ ორგანოდან დათხოვნილი პირებისთვის გადაანგარიშებას კომპენსაციის. მოგეხსენებათ 2006 წლის 1 იანვრამდე სპეციალური კანონმდებლობის საფუძველზე აღნიშნული პირები იღებდნენ ეგრეთ წოდებულ სამხედრო პენსიას. ხოლო 2006 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ კანონის ამოქმედების დღიდან აღნიშნულ ეგრეთ წოდებულ სამხედრო პენსიებს ეწოდა კომპენსაცია და გაგრძელდა ამ კანონის შესაბამისად იქნა გაგრძელებული. მაგრამ გადაანგარიშების უფლების გარეშე. შესაბამისად წინადადების ავტორი მოთხოვნა, რომ გადაანგარიშდეს ეს კომპენსაცია მოპოვებული უფლების საფუძველზე, მაგრამ აქვე ამ წინადადებასთან დაკავშირებით დასაზუსტებელია შემდეგი საკითხები. კერძოდ, პირთა წვე და შესაბამისი ფინანსური დანახარჯები. მეორე, სასურველია, რომ ერთიანი მიდგომა იყოს ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მოპოვებული უფლების საფუძველზე სხვა პირებიც იღებენ აღნიშნულ კომპენსაციას. შესაბამისად, განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ ესენი, ამისთვის საჭიროა რომ ერთიანი მიდგომა იქნას ჩამოყალიბებული. და მესამე, იქიდან გამომდინარე, რაც აღნიშნეთ, რომ დღეს ეს უწყება აღარ არსებობს, ადმინისტრების საკითხი იქნება დასაზუსტებელი. კერძოდ, უნდა განისაზღვროს კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტების დანიშვნისთვის საჭირო გამცემი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მაგალითისთვის ან წარდგინებას გაცემს, ან სხვა დოკუმენტებს მოამზადებს და გადაცემს სოციალური მომსახურების სააგენტოს. ასევე პრინციპი, რის მიხედვითაც უნდა იყოს გადაანგარიშებული აღნიშნული კომპენსაცია. ბატონო ირაკლი, ბატონო ჯაბა, თქვენ ხوارებს დავამატებთ. კომიტეტის წევრებს გთხოვთ გამოთქვათ რაიმე მოსაზრება. ადამიანის უფლება, მადლობა ირაკლი და დიდი მადლობა ამ საკითხის კიდევ ერთხელ გახმოვანებისათვის, იმიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ სამოქალაქო აქტიურობას მხარს ვუჭერთ და ყველა ეს ადამიანი ჩვენ პატივია რომ ის ადამიანები თავის საზს გვიზიარებენ და ჩვენ შეეძებენ თანამოძმეს მათ ინტერესების დამცველებს და ესეც უნდა იყოს ბოლომდე. ამიტომ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის შესაბამისობაში და ნებისმიერი ინიციატივა პრეცედენტის სახესაბამაღებულობებს, სანამ თუ პრეცედენტი იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფისათვის, უნდა გავცელდეს ძალიან
ყველაზე ეს არ შეიძლება ვინმე გამოიღოს და ამიტომ შეთანხმება საჭიროა პრინციპებზე. კომპენსაცია ეს თვითონ ფორმა ისეთი, რომელიც უფლებრივ ნაწილში მთლიანად ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმიგებისთვის არის. ამიტომ რახან ჩვენ იმ ჯგუფს, რომელიც ახლა ინიცირებს ამას და რომელიც გაუქმებულია, ხო, ის სამსახური მთლიან სამსახური გაუქმებულია, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანთა წება, რომელმაც იმსახურა, თავის საქმე გააკეთა და დღეს დროის გარემოებამ გაუქმა, მათ ღვაწი არ დაუფასოთ, მაგრამ სხვადასხვა სფეროში ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული და მე მიზანმიმართულად მხარს ვუჭერ ერთ რამეს, რომ საერთოდ წესზე შევთანხმდეთ, როგორ უნდა იყოს კომპენსაციის გადაანგარიშების პრინციპი. და შემდეგ ეს თქვენ სწორად ბრძანეთ. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც სავსებით სამართლიანია და ლოგიკური, უნდა შეესაბამებოდეს ფინანსურ უზრუნველყოფას, ბენეფიციართა რაოდენობის ზუსტ მიტიტებას და ფინანსურ გათვლებს, რომელიც შემდეგ ან იქნება მხარდაჭერილი, ან იქნება მეტი მოთხოვნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეალიზებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეს მონაცემები, რაც თქვენ კარგად აღნიშნეთ, თავს მოიღრის ერთ ჩამონათვალში და მერე გაგვიაზრდება ამისი გავრცობა. ყველა აიგივეც, რაც თქვენ სამართლიანად თქვით მაშინას, ბატონო ზალ და მინდა თუ დასამას დაამატებ თქვენ დიდი მადლობა. ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან წინადადების ავტორი ითხოვს დაახლოებით 7 პირი არის. მაგრამ ამასთანავე ფინანსთა სამინისტროს ხაზით ანუ საბაჟო და საგადასახადო ორგანოებიდან დათხოვნილი პირები დაახლოებით ანუ ფინანსთა სამინისტროს ხაზით 18 პირია თუ არ ვცდები. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, გაგვაჩნია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს პოზიცია. გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რომელიც გავიარეთ და მომემზადეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, თითოეული ადამიანის ესე ერთი იქნება 7 თუ 1000 თითოეული მოქალაქის სათანადო საპენსიო ანაზღაურება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია და დაფასება უმთავრესია. მე შემოვალ წინადადებით თუ კომიტეტი მხარს დაგვიჭერს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს სათანადო დარგობრივ სამინისტროებთან ერთად, რომელიც იქნება მოქნილი და უშუალოდ განვისაზღვროთ მაქსიმუმ 2-3 თვის თვით. თუ არა გაქვთ სურვილი ვინმე უხელმძღვანელოს ამ ჯგუფს, ასევე მინდა გითხრათ, რომ არსებობს წინადადებები სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან არის წერილები შემოსული პარლამენტში, რომ ამ თავის მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, ამიტომ რომ გავითვალისწინოთ და ყველა ადამიანის მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული კონსტიტუციის და წესის მიხედვით, ვთვლი რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, ხო არა გაქვთ სურვილი ვინმე უხელმძღვანელოთ ამ სამუშაო ჯგუფს? თუ ხო არა გაქვთ ვინმე სურვილი, თუ არა გაქვთ სურვილი, მაშინ მე ჩაუდგები სათავეში ამ სამუშაო ჯგუფს, სადაც თითოეული კომიტეტის წევრის მონაწილეობა იქნება უმნიშვნელოვანესი. ბატონო ირაკლი, ქალბატონო ირინა, ერთობლივად გავიაროთ დარგობრივ სამინისტროებთან ერთ საკითხი და მოქალაქე დემნოზაშვილის წინადადების განსახილველად, რომელსაც განვისაზღვროთ დაუშვათ 3 თვე ამ სამუშაო ჯგუფისთვის, ეს მაქსიმუმი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგჭირდება ამდენი დრო, რათა სწორი და ადეკვატური შეჯერებული ვარიანტით პასუხი გავსცეთ ამ საკანონმდებლო წინადადებას. სხვა საწინო ხო და რა მინდოდა მეთქვა, რადგან ეს წინადადება არსებობს და წინაპირობა ამისი, რატომაც ახლა ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის წინაშე დავდექით, არის ის, რომ ბევრი რაღაცები დარგობრივ სამინისტროებთან გასავლელი გვაქვს. ამ სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმაში განისაზღვროს კიდე დანარჩენი ყველა იმ სტრუქტურისაც, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ წინადადებას მიღმა არსებობს, იგივე ბატონის ზალის და სხვა ნებისმიერი, რომელიც შეიძლება შემდეგ რომელიმე კომიტეტზე კიდე ინიციატივის წარმოდგენით არ იყოს
აუცილებლობის წინაშე დამდგარი. დიდი მადლობა. დავაყენებ კენჭის ხაზზე მაშინ ამ საკითხს, ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. გადავდივართ დღის წესრიგის მესამე საკითხი, ეს არის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვა სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებობს ჯანმრთელობის დაცვის გეგმა, რომელიც დამტკიცებული ჰქონდა წინა საკომიტეტო ხდომაზე. ამასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს წარმოგიდგინეთ 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდისთვის განსახორციელებული საზედამხედველობო საქმიანობის გეგმის პროექტი. შენიშვნები ხო არა გაქვთ ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით რაიმე? გაწერილია მთლიანად საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, რა საკითხებს ვისმენთ, სად იქნება სამუშაო შეხვედრები, რა საკითხები გამოვა კომიტეტის ხდომაზე. და ამიტომ შენიშვნები დამატებები თუ არაფერი გაქვთ, მაშინ მივიღოთ ეს საკითხი ესე ამ გეგმის მიხედვით. ძალიან კარგია ეს შესანიშნავი ფაქტორი, ესე გამჭირლობის მარტო კი არა, ყოველდღიურად ჩვენი საქმიანობის ანგარიშის ფორმა არის მოსახლეობასთან და ერთი ის მექნება თქონდა სამუშაო შეხვედრებში თუ არის ფსიქიატრული ჯანმრთელობის შესახებ ნაწილი, ძალიან დიდი სამუშაო გაკეთა, როგორც ონკოლოგია. დიახ, დაახლოებით აპრილის თვეში გვაქვს ჩანიშნული. ხო არ ჩავიდეთ ადგილზე და კომიტეტის გასვლა იქ ვარ. მე საკითხული მაქვს ეს. სამუშაო შეხვედრა იქ ვარ გავაკეთოთ. კი ბატონო, შევთანხმდებით. ძალიან კაი. ო, ძალიან კაი იქნება. კი ბატონო. ეს ერთდღიანებია თარიღი როა. არა, ეს არის დაახლოებით. პირობითად აღებული თარიღია. ეს თარიღები არის პირობითი, რომელიც პარლამენტის სასესიო და საკომიტეტო კალენდრებთან არის დადარებული. ამიტომ ამავე დროს ჩვენ ვფიქრობთ უცხო ქვეყნის გამოცდილებებსაც გავიზიაროთ ჩვენ საპარლამენტო კოლეგა კომიტეტებისგან ძალიან საინტერესო იქნება, ამავე დროს ამასაც დამატებით მოგახსენებ. წინააღმდეგები აგზავნებით. კეთილი და მეორე საკითხი საორგანიზაციოდან გვაქვს, იცით რომ მეათე მოწვევაში, ისე როგორც წინა მოწვევებში არსებობდა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა, რომელსაც მეათე მოწვევასთან ერთად დაუსრულდა თავის პერიოდი. ამიტომ ჩამოვაყალიბოთ ისევ, რა თქმა უნდა, ეს საბჭო, რომელიც იხილავს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ეს არის არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, რომ დრო არ წაგართვათ, თქვენ იცით კარგად. გთავაზობთ, რომ ისევ ჩამოვაყალიბოთ ეს საბჭოს შემადგენლობა, რომლის ფუნქცია განისაზღვრება 2028 წლის 31 დეკემბრამდე, სანამ 11 მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს თავის მუშაობას და განისაზღვროს 26 ადამიანის ოდენობით. თუ კი ვინმეს გყავთ კანდიდატები, რა თქმა უნდა, ეს სია არის შესათანხმებული თვითონ იმ ადამიანთან, რომელიც იყო ამ საბჭოს წევრი და რომელსაც დავასახელებ თქვენ. თუ კი ვინმეს გყავთ ასეთი კანდიდატები, გთხოვთ თქვენს შემოთავაზოთ კომიტეტს დასამტკიცებლად და ამ საბჭოს ხდომაც ერთ-ერთი გაიმართლდება ამ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში და აწეული იქნება ის საკითხები, რომელსაც ჩვენ წინა მოწვევაში თქვენთან ერთად ვიხილავდით. წინააღმდეგ ხო არა გზანდები. დიდი მადლობა. ამით თუ არაფერი არ გქონთ, კომიტეტის დღევანდელი ხდომა დასრულებულია. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა აპარატს. ყველა შეერთება, ბატონო. ყველა